მე მგონი ყველამ კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, განახლება. Ბევრი საინტერესო პროექტი იქნა განხორციელებული, გუდიაშვილის მოედნისარეაბილიტაციო სამუშაოები, ორბელიანის მოედანი, იქ არსებული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია, განახლება და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება აღნიშნული მიმართულება. დღეს საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია, თბილისის განვითარების ფონდი იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. სულხან საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, განახლების სამუშაოებს. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენა, რეაბილიტაცია. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული 4 კომპანია, რომლებიც დათქმულ ვადებში განახორციელებენ სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით. პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა, რესტავრაციას. პირველ ეტაპზე სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზირებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და პირველი რაც გაკეთდება, იქნება კომუნიკაციების მოწესრიგება, რომ შემდგომში უკვე რეაბილიტირებულ და განახლებულ შენობებს არანაირი საფრთხე არ შეუქმნას მიწისქვეშა წყლებმა და ამორტიზირებულმა მიწისქვეშა კომუნიკაციებმა. რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 120 მილიონი ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების რესტავრაცია, შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს. არსებული შენობებიდან 8 შენობა სულხან საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა 45,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც მას შემდეგ რაც ჩვენ დავამთავრებთ შესაბამის სამუშაოებს, რესტავრაციას, აღდგენას, რეაბილიტაციას, 450-მდე ოჯახს გაუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა და ასევე თუნდაც ეკონომიური მდგომარეობა, იმიტომ რომ თუ დღეს ის არსებული ფართი, სადაც ადამიანები ცხოვრობს ავარიულ შენობა-ნაგებობებში, პირობითად ვიძახი, მისი ღირებულება არის 100 ლარი. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ 4-ჯერ, 5-ჯერ ძვირი იქნება და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია, რეაბილიტაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი სამუშაოების გამო 18 აპრილიდან ლეონიდსა და სულხან საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას და ჩემი თხოვნა იქნება, რომ მთავრობის სდომის შემდეგ და ხვალაც უკვე ვისაუბროთ ამაზე, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაცია, თუ როგორ იქნება შესაძლებელი გადაადგილება. პროექტს რაც შეეხება, ყველა დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქალაქში გვაქვს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამწუხაროდ ბევრი არის ავარიულ მდგომარეობაში, თუმცა ჩვენ მივყვებით და ეტაპობრივად ვახდენთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გარდა ამისა, წარვადგინეთ პროგრამა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესის ჩართულობით და ასევე ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელთაც ვახორციელებთ გამოსყიდვას ასეთი შენობა-ნაგებობების, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ისტორიული ძეგლები, მოვახდინოთ მათი რეაბილიტაცია და მათი ავთენტურობა იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული.